მიამბე აფხაზეთზე რუბრიკის სტუმარია ცნობილი ფეხბურთელი, ყოფილი დინამოელი მანუჩარ მაჩაიძე. თბილისის დინამო, მანუჩარ მაჩაიძე. ილაია. მოგეხსენებათ, მე ვიყავი თბილისის დინამოს წევრი 1967 წლიდან და აი ამ წლებიდან ჩვენ უკვე დავიწყეთ აფხაზეთში სიარული. ყოველ წელს გაზაფხულზე მივდიოდით აფხაზეთში, ლესელიძეში და იქ ქონდა ჩვენს თბილისის დინამოს ბაზა ქონდა და იმ ბაზაზე ვემზადებოდით სეზონისათვის. ჩვენს გარდა ბევრი საბჭოთა სპორტსმენები ჩამოდიოდნენ იქ მოსკოვიდან, ლენინგრადიდან, უკრაინიდან, მთელი საბჭოთა კავშირიდან არარატი ჩამოდიოდა და იქ მოგეხსენებათ, კარგი პირობები იყო მოსამზადებლად და 1-2 თვე იქ ინტენსიურად ვარჯიშობდით და ვემზადებოდით სეზონისათვის. ამის გარდა მე აფხაზეთთან დაკავშირებით ხსენდება უპირველეს ყოვლისა ადამიანები, ჩემი მეგობრები, აფხაზები, იგივე დარასელია, ნანბა და ასე შემდეგ, ძალიან ძიაფშიპა, ძალიან ბევრი წარმომადგენელი იყო აფხაზეთიდან ჩვენს გუნდში. ბავშვობიდან 18 წელს რო ვიყავი, 35 წლამდე სულმად დავდიოდი, 34 წელი. და ერთად ცხოვრობდით, ქართველები, აფხაზები, რა ვიცი და ძალიან გული მტკივა, რომ ესეთი ამბავი მოხდა. ბევრი ვინც იქიდან წამოვიდა თბილისში ცხოვრობენ, მაგათთან ურთიერთობა როგორ არა მაქვს, ბევრი მეგობრები მყავს, აი ჩვენი გია გვაზავა, ადამ მარშანია ჩემი დაქალია, აფხაზეთის თავადი. აფხაზეთში ყავდა უამრავი გულშემატკივარი, მოტარებლით როდესაც მივდიოდით, გვხვდებოდნენ, გულშემატკივრობდნენ, აფხაზები ძალიან ნიჭიერი ხალხია. აი აფხაზური მოგეხსენებათ ცეკვები, მათი სიმღერები, ეს არის ერთიანი ქართული კულტურის ნაწილი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამჟამად ჩვენ აფხაზეთში ვეღარ მივდივართ, რომ დაიკარგა იგივე გაგრა, ლიცავა, ლესელიძე, განთიადი. ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი, რა თქმა უნდა, არის ლესელიძე. მაგ იმაზე რა ქვია, პლაჟზე მთელი ჩვენი ახალგაზრდობა გავატარეთ. ხო და სამწუხაროა, რომ აი დღეს ვეღარ ჩავდივარ და აფხაზებთან ვეღარ ურთიერთობთ. მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ. მე მგონი ამას ყველაფერი დრო პასუხს გასცემს. ყველა ნორმალურად მოაზროვნე აფხაზმა უნდა იცოდეს, რომ მათ ესე იგი აი თავიანთი აფხაზური კულტურის, თავიანთი თუნდაც ეროვნების შენარჩუნება საქართველოს ტერიტორიითა და საქართველოს სახელმწიფოში შეუძლია. რაღაცნაირად უნდა შევრიდეთ რა. მეტი გზა არ არის და ის საუკუნოვანი ურთიერთობა, ის საუკუნოვანი ძმობა უნდა აღვადგინოთ და ერთად უნდა ვიცხოვროთ.